გამარჯობათ მეგობრებო, ყველას მოგკითხვა ბედნიერება, სიხარული და კარგი განწყობა. ჩვენ ვამთავრეთ რუბრიკას ფულს. თავიდან ეს რუბრიკა რო დავიწყე, ასეთი აზრი მქონდა, ჩვენი ეს შეიძლება ისე დინამიური არ იყოს, მაგრამ აი ბევრი სალაპარაკო მაქვს. ესე იგი, რითიც თქმა მინდოდა, რომ ეხლა ჩვენ ფაქტურად ადამიანებს ბუნებრივია გვინდა კარგი ცხოვრება, გვინდა ბედნიერება, სიხარული, სიმშვიდე, მაგრამ ყველაფერი უკავშირდება ფულს. ფული ცოტა შეიძლება ცუდი ნათქვამია, ცუდ ასოციაციებს იქმნის, მაგრამ თქვენ ნახეთ, რომ ამ ფულზე რო საუბრობთ, თან პარალელურად ჩვენ ცხოვრებასაც ყვებით. პირადად ჩემ ამბავს ყვები, მაგრამ ჩემი ამბავის ყვებისაც არის, ხო? ზოგადად საერთო ამბავში თითქოს ერთი მასში ტრიალეთ რა, სხვადასხვა სიტუაციებში. პირადად და ჩემი თაობის ხალხი ასე თუ ისე საბჭოთა პერიოდში ვიზრდებოდით და ფულზე საუბარი და შემოსავალზე არ იყო კარგი ტონი. და ჩვენ ვცდილობდით გამოსულიყავით კაი სპორტსმენები, მაგარი ტიპები, კაი სახელი ქონოდა ესა, თუმცა ფული მაიტრიალებდა, მაგრამ ეს ფული რაღაც უკან იყო, იმიტომ რომ აი ეს ხშირად მიფიქრია რა, ეხლა რაც ფული გამოჩნდა, ეხლა ადრე არ ვიცი, ეხლა 100 წლის წინ, 200 წლის, 300 წლის წინ ფულის მიმართ რა ურთიერთობა ჰქონდათ. ფაქტურად ჩვენ ისტორიას რო შეხედო, საერთოდ არამედ ჩვენ ისტორია, მაგრამ კაცობრიობის ისტორიას რო შეხედო, სულ ეხლა ზოგადად ლამაზად ამბობენ ეკონომიური წინსვლისის და რაღაცის, ომი, საერთოდ ომები ხო სულ ფულის გულისთვის და ეკონომიკის გულისთვის იწყება, მაგრამ ფული ასე უბრალოდ რო ვთქვა. მაგრამ როგორ იყვნენ ადამიანები იმ პერიოდში ერთმანეთთან, ეხლა ჩვენ რაც უნდა წავიკითხოთ და რაც უნდა ინფორმაცია გავიგოთ, ბოლომდე მაინც ვერ ჩავწდებით. და რატომ ამბობ ეხლა ამას? აი მაგათად წეღანას კი საბჭოთა პერიოდში ვიზრდებოდით, ხო? ეხლა თავისებური სისტემა იყო, ხო? აი ფული წეღანას რო თქვი რაღაცნაირად შორს იყო და მაგაზე ლაპარაკი სიცხვილი იყო, მაგრამ რო შეიცვალა სიტუაცია და ეს საბჭოთა კავშირი დაინგრა და სხვანაირი ურთიერთობები წავიდა, აღმოჩნდა რომ ფული პირველ პოზიციაზე დადგა და საერთოდ შეიძლება პრიმიტიულად ვამბობ, ყველა ჩვენი მოქმედება, ჩვენი სირბილი, მუშაობა, წვალება, სწავლება, განვითარება, კარიერა, მოდი ვთქვათ სიმართლე, ყველაფერი უკავშირდება კეთილდღეობას, მაგრამ პირდაპირ ვიტყვი, უკავშირდება ფულს. წასულ პერიოდში ახლა მე რო ვიხსენებ ხოლმე ფული, მაგრამ ურთიერთობა მოდი პირდაპირ ვთქვათ, იყო მაინც სხვანაირი, გემრიელი, კარგი. ეხლა ზოგმა ახალგაზრდამ შეიძლება თქვას, რომ არა, ეს თქვენ რახან ახალგაზრდები იყავით და ის იყავით და ეს იყავით, ამიტომ ნანობთ მაგასო, მაგრამ ჩვენ რო გავაანალიზებთ ამას ყველაფერს, მასეც არ არის, აი მართლა ურთიერთობაა და ჩვენ ვიდეოებში ხო ხან ლაპარაკობ ფილოსოფიურ რაღაც თემებზე და მე ეს საკითხი და ფიქრები, ფული თუ ურთიერთობა, სიცივე თუ სითბო, ძმაკაცობა, მეგობრობა, მეზობლობა და მოდი პირდაპირ თქვა, სადღაც დაიკარგა. და ფაქტურად ესეც არის, ეხლა არ მინდა ვთქვა, რომ ეს სინანულია, რაღაცა გზნობით იგონებ ამ წასულ წლებს, მაგრამ მოდი ყველაფერს დავარქვათ თავის სახელი და ჩვენებურად გავანალიზოთ ეს ყველაფერი. ჩვენი მეგობარი მყავს, ძალიან განათლებული და უნივერსიტეტის ოჯახი რა, იმდენად განათლებული, რომ ფაქტობრივად ყველა სფეროში არის განვითარებული. მასთან საუბარი არის ერთი სიამოვნება. აი, აბსოლუტურად ყველა თემა იცის რა, არ ვიცი, სად მოასწრო, როგორ მოასწრო, მაგრამ რომ მიუდგება, მე ვეძახი ხოლმე ანალიზის მეფე ხარ მეთქი და მე მისგან ძალიან ბევრ რაღაცას ვსწავლობ და მეც მინდა ხოლმე, რომ რაც ჩვენ ცხოვრებაში ხდება და როგორც მიმდინს პროცესები, რაღაცნაირად აი მე ხო ამბობ ხოლმე დავალაგოთ, გადავანაწილო და მე განსაზღვრო და იმ დროს ვეკითხები, აი მაინც შეხო ასეთი ჭკვიანი კაცი ხარ და ყველაფერს ანალიზს აკეთებ მეთქი და რა არის ბედნიერება ვეკითხები, აი როგორ განსაზღვრავ ადამიანმა თავის ტირე რომ უნდა გაიაროს, რომ
კი, პრობლემებია, ომებია, ჭუბებია, ის არის უფულობა და სად არის ბედნიერება, მე მკითხე მაგას და რა მიპასუხა, იცით? სიმშვიდეშიო. ბედნიერება არის სიმშვიდეშიო, იმიტომ რომ მე რო დავფიქრდი, გავაანალიზებ, მასეც არის რა. ეხლა ახალგაზრდა რო ხარ, ის ყველაფერი გინდა, აი ზოგჯერ რას ამბობენ ხოლმე, რომ როცა უკვე ადამიანს სულები არ აქვს, მიზნები არ აქვს, აი სიბერეც ხომ ასეა, როდის იწყება სიბერე, როცა ინტერესები არ აქვს, ხო და ამ დროს რო შეადარებ ახალგაზრდა, რომელიც ინტერესები აქვს, ბევრი და ენერგიაც აქვს, და ამ დროს შეადარებ ცოტა ასაკოვან კაცს და ინტერესები არ აქვს, უკვე გავლილი აქვს, მოშვებულია და მაგრამ ნებისმიერ ვარიანტში იმ ემოციურ ფონში, იმ ენერგიებში, იმ უსამართლო რაღაცებში, იმ დინამიკაში, რომელიც ხანასე არის, ხანასე ჩადის, უსამართლობები ხდება, ის ხდება და რა არის სიმშვიდე რო ვკითხე ამ ჩემ მეგობარს, ეს რა არის ბედნიერებაო და მაგამ მითხრა ნებისმიერ ვარიანტში სიმშვიდეაო, ბედნიერებაო. არა აქვს მნიშვნელობა შენ ახალგაზრდა ხარ, 20 წლის ბიჭი ხარ, 30-ის, 50-ის, 60-ის, 70-ის, იმიტომ რომ შენ იმ გარკვეულ მომენტში, იმ გადამწყვეტ მომენტში, ეხლა მაგას ვერ გაიქცევ, ეხლა ხوار დაждები სახში და ხوار იქნები ისე იზოლირებული. აი შენ ის გადამწყვეტ მომენტში, როცა უნდა გადაწყვიტო, უნდა იყო 7. მაგრამ ამას უკვე თავისი გამოცდილება, თავისი ცოდნა უნდა და საერთო ჯამში, ასე რო არ დავკონკრეტდე, ყველა ნებისმიერ სიტუაციაში უნდა იყო 7. ეხლა ზოგიერთი მეტყვის, აი მაგალითად ასაკში ხარო და უკვე დაკარგული გაქვს ენერგია, ის ჯანი არა გაქვს, მოხუცი ხარ, ის ტკივა, ერთ ტკივა, мотивация არა გაქვს და უკვე ახლო მომავალში იცი რომ ამ ქვეყნიდან წახარ, როგორ იქნები 7-იო რა. და აი მაგაშია რა. მაგას არ აქვს მნიშვნელობა. იმ გარკვეულ ეხლა ცოტა ასაკებზე ვილაპარაკებ. თქვა 20-15 წლის ბიჭი რო ხარ, გამოცდილი ბარაკაკ და რამდენ შეცდომებს უშვებ, ხო? 30-40 წლის ახალ უკვე კაცი ხარ, რაღაც შუა ასაკში ხარ, მაგრამ ასაკში რო ხარ, შეიძლება ფიზიკურად არ ხარ ძლიერი, ის არა, მაგრამ იქ სხვა ღირებულებები გაქვს, სამაგიოდ გამოცდილება, ბძენი ხარ. შენი გამოცდილებით, შენი ცოდნით, ამხელა მაგალითებს მისცემ შენ მომავალთაობას. ისე უნდა იცხოვრო, რომ ის მომავალთაური მოდიოდეს შენთან გეკითხებოდეს გამოცდილებას, მაგრამ ეხლა როგორ არის ჩვენთან, ხო? ჩვენთან კი ზოგადად ვიძახი, კაცი დაბერდება, ახალგაზრდა თვითონ სხვა ინტერესები აქვს, მაგრამ ახალგაზრდა შეიძლება მოვიდეს ამ ასაკოვანთან, მაგრამ ასაკოვანი იძახის, არა კაცო, მე ამისი რას ჭკუაზე ვარ, ამისი ამან ისიცის, ეციცის, მაგრამ სულ ავიწყდება, რომ ახალგაზრდა რაღაცა კი იცის, მაგრამ სიბზნე და დაგვინებული გონება არა აქვს, რომ რაღაც გარკვეულ მომენტებში სწორად მოიქცეს და ამ დროს ის ასაკოვანი ადამიანი ეძახს, ეხლა ამის თავი მაქვს, ამ პირიქით, შენი გამოცდილება, შენი განვლი გზა, შეხო გაანალიზებული, ცუდია, კარგია და ადექი და იმას გაუზიარი იმ ახალგაზრდას, რომ რაღაცა შეცდომები და გამოსადეგი ეს მაგალითები მომავალში გამოადგეს ადამიანს, მაგრამ ეს ასაკოვანიც რა დრო ჩემი დრო არა, მე უკვე ჯობია იმაზე ვიფიქრო და აი მანდ არის ცუდად საქმე, იმიტომ რომ პირიქით მე ზოგჯერ ვამბობ ხოლმე, რომ აი ჩემი მეუღლესაც ვეუბნები ხოლმე, რომ ნეტავი ისე დავბერდე, რომ ახალგაზრდობა ჩემთან მოდიოდეს და მეკითხებოდნენ და რაღაც რჩევებს ვაძლევდი მეთქი და იმედია მაგას შევასრულებ, იმიტომ რომ მე ვიცი დაბერება არ გვინდა, იმაში წასვლა არ გვინდა, ამიტომ ჩვენი რა მომენტშიც ვარ, იმ მომენტშიც გავიხაროთ თუნდა იმით, რომ ჩვენ ვიღაცას გამოცდილებას უზიარეთ, ვასწავლით, ბედნიერს ვხდით, ცუდია მაგაში და ამიტომ ვიძახი, არა აქვს მაგას მნიშვნელობა, ჩვენ ყოველთვის უნდა გავაკეთოთ ის, რომ ბედნიერი ხარ მაშინ, როცა შენ რჩევა სასარგებლოა და ამას როდის მოახერხებ სიმშვიდით, სიწყნარით და სიბრძნით. მგონი გადავედი ძალიან შორს იმაში, მაგრამ რა ვთქვა, ეს ვიდეო მომითმინეთ მეგობრებო, იმიტომ რომ ეს ვიდეო ახლა ამას დავამთავრებ და ცოტა ხანში მე უყევ
არა გამოჩნდები ცოტა ხანში, მაგრამ ამას მაინც მომავალში გეტყვი და რისი თქმა მინდა, რატო ვლაპარაკობ ამდენს. დავამთავრეთ ეს რუბრიკა, რამდენია 38 ვიდეო გადავიღეთ ამ ფულის ამბავში და ნახეთ ხო, რამდენ ხმეს მოვკიდე ხელი. იქ მე ხედავთ ხო, ხან ტაქსისტი ვიყავი, ხან მარიოჩი ვიყავი, ხან ომში ვიყავი, ხან იქ ვიყავი, ხან აქ ვიყავი, ქვეყნები მოვიარე და საბოლოო ჯამში თითქოს შედეგზე ვერ გავედი. საერთოდ ადამიანი რითი ფასდება მისი შედეგით, ხო? შენ არც უნდა ილაპარაკო, როგორც უნდა ილაპარაკო, თუ შედეგზე ვერ გახვედი, შენი ეს გამოცდილება და ის სიტუაციები, რომელსაც თქვათ მოუყვები ახალგაზრდას, ან აჩვენე ვიდეოს სახით, ან წიგნის სახით, რომ დაწე და თუ შედეგზე ვერ გახვედი, და შეიძლება დაისვას ასეთი კითხვა, რა თმინდა შენი წიგნების კითხვა, რა თმინდა შენი ვიდეოების ყურება, რა თმინდა შენი რჩევები, იმიტომ შენ საბოლოო ჯამში მაინც ვერ გახვედი ასე თქვა წარმატებულ შედეგზე. მაგრამ რა ვიცი, ალბათ მეგობრებო, შეიძლება ეს ასეთი პოზიციაც არ არის სწორი. შეიძლება მე ვერ გავედი, შეიძლება ჩემი სვლები ვერ გავიდა იმ შედეგზე, მაგრამ ახალ ადამიანი რო უყურებს იქ გარკვეულ სიტუაციებში, მიმდინარე პროცესებში, შეიძლება გაითვალისწინოს და ალბათ ეს ჩვენი ვიდეოებიც ამას ემსახურება. ამ პროცესებში ახლა ჩვენი რუბრიკა იყო ფული, მაგრამ თქვენ დააკვირდით, აი ჩვენ მაინც უფრო კომერციულ თემებზე საუბრობდით და ვიდეოებს ვიღებდით, მაგრამ თავარი მაინც ის არის, რომ შედეგზე რომ მიხვიდე, აი მე პირადად იმას ვიძახი, რომ აი კომერციულ ბიზნესურ ამბებში თავარი, რა თქმა უნდა, გონება, იდეა, მაგრამ ერთ-ერთი და აუცილებელი პირობა უნდა გყავდეს გუნდი. გუნდი გულისხმობ ძმაკაცი ერთგვარი, რომელიც საქმეში გულისხმობ, იმიტომ რომ რომელიც არ გიღალატებს, არ გაძრება გამოძრება, უგერგულად არ მიხედავს საქმეს და ფაქტურად მე ამ ვიდეოს, ამ რუბრიკაზე რო საუბრობდი, მინდოდა ზოგიერთ ამ თემას შევხებოდი, თუმცა რაღაცნაირად ბილად შევეხე, იმიტომ რომ ისეთ ასე კონკრეტულად რო შეეხო, შეიძლება ადამიანს გული დასწყვიტო. თითქოს აი მოუარო, მივედი ახლოს, მაგრამ მაინც მერიდება, იმიტომ რომ ვიღაცას გული არ ვაწყინო, ვატკინო და ზოგადად მაინც ვილაპარაკე. თუმცა ბოლომდე მაინც არ შევეხე ამ თემას. მე ისიც ავთქვი, რომ ეხლა ვიდეო შეიძლება ვერ ჩაწვდე ყველაფერ ამაში და ეხლა მე ამ ვიდეოს რო დავამთავრებ, მე ასეთი სული გამიჩნდა აუდიო წიგნი, რომელიც მე დავწერე, ორი წიგნი მაქვს დაწერილი, ეს არის მოგზაურის დღიური და მეორე ორეული, რომელსაც ჩვენ ვათამაშებ და წიგნში უფრო მასშტაბურად, უფრო ფართოდ ვლაპარაკობ ამ ურთიერთობებზე, რაც ვიდეოში ვერ ვაჩვენე. და ერთობლივად აი ეს ფული აღარ ერქმევა, ეხლა იმიტომ წიგნია ეს წიგნის გამოქვეყნება მინდა, მაგრამ რისი აზრი მინდა ვთქვა, რომ აი ეს ხაზი იმისა, რომ როგორ მიაღწიო და როგორ ხალხთან უნდა დაეკავო ურთიერთობა და ეს სხვადასხვა ადამიანებთან როგორი ურთიერთობით თავდება ის პროცესი, რასაც ქვია კომერციისკენ და ბიზნესისკენ მიმავალ გზაზე, აი წიგნში უფრო კარგად გამოჩნდება. მე ასე მგონია ყოველ შემთხვევაში და მე წეგანავს ვთქვი, რომ მე ცოტა ხანი 1-2 კვირა, 2-3 კვირა არ გამოჩნდები ამ პერიოდის განმავლობაში ალბათ ჩემი წიგნის აუდიო ვერსიას გამოუშვებ და შეძლები დაგვარად იქაც ეს ჩემი ტკივილი არა, უფრო სწორედ აი ეს გამოცდილება და ეს იქაც უფრო ბევრი ჩანს, ეხლა წიგნში უფრო ფართოდ და შეიძლება გაშალო ეს თემა. და რაც თავარია, მეგობრებო, ჩემო მაყურებლებო, ფოლოვერებო, უბრალოდ მაყურებლებო, არ დავივიწყოთ ის, რომ ყველაფერი რაც ხდება, ყველაფერი ხდება უფლის მიერ, მით უმეტეს ამაზე კარგი მასწავლებელი და ამაზე კარგი გულშემატკივარი ჩვენ არავინ არ აყავს და ჩვენ უფლის გზით, უფლის სწავლებით და მისი ცნებებით შევეცდებით ეს ყველაფერი გავაკეთოთ. მე
თითქოს მინდოდა უფრო კრიტიკული ყოფილიყავი, უფრო მიზეზები მეთქვა, თქვათ ადამიანები როგორ იქცევიან რაღაც გადამწყვეტ მომენტებში, როგორ ზოგჯერ გულს ტყენენ, როგორ ღალატობენ, მაგრამ მე კიდევ თავ შევიკავებ, კიდევ ეს კიდევ რა ხშირად ვამბობ ხოლმე. ალბათ შემდეგ ვიდეოებში ხო იქნება, ალბათ 2-3 კვირის შემდეგ ისევ დავიწყებ გადაღებას ვიდეოების, მაგრამ აქამდე ალბათ თუ წიგნს გაეცნობით ჩემ წიგნს, იქაც უფრო ჩავრმავდებ, ესე იგი რაც ვიდეოში მინდოდა მეჩვენებინა, ჩემი აზრით წიგნში უფრო კარგად აჩანს. და მე ამას რო ავკრიფავ და ამ გამოცდილებებს რო ერთიანად შევკრიფავ, მე უკვე მომზადებულები უფრო როგორ გითხრათ უფრო გამიცნობთ. ეხლა ჩემზე კი არ მინდა ლაპარაკი, როგორ ადამიანთან როგორ ეხლა ისეთი წიგნია, ეხლა რაც წავა, ბევრ სიტუაციაში თქვენ ხო ნახეთ აი ვიდეოებში ძალიან ბევრ სიტუაციებში ვარ ნამყოფი და წიგნში ხო ყვები ამას და მე აი ასე ვთქვათ რომ მოვემზადებით, მე უკვე მიმდინარე პრობლემებს და მიმდინარე გადაღებებს უფრო თამამად და უფრო შემართებულად შევუდგებით. არ არის გამორიცხული რომ წავიდი ამერიკაში, ალბათ წავარ ისევ ცოტა ფინანსური პრობლემების გამო და უკვე სხვა მიზეზების გამო, მაგრამ მაგე არ არის მთავარი. ჩვენ როგორ ვამბობთ, ჩვენ ცოცხლობთ, ჩვენ მოქმედეთ, ჩვენ ენერგიას ხარჯავთ და ზოგჯერ აი თემაზეც ესეთი ტკივნეულ თემაზეც მინდა ლაპარაკი, მაგრამ ალბათ მე ვილაპარაკებ. ღირს ამის გაკეთება, ახლა იმ დღესაც ჩემ მეუღლესაც ველაპარაკე, მე ლაპარაკებოდა რომ რადგინდა მიდი მოდი ხარ, დრო იკარგება, ახლობლებ ადამიანთან კავშირი არა გაქვს და მეც ვეთანხმები და სანამ იმ ვიდეოებს და იმეებში დავიწყებ გადაღებებს, მაინც ასეთი სევდა მომზდებს. ეხლა რა თქმა უნდა, ჩემი მოქმედება ბოლოს გამოჩნდება, ეს კარგია თუ არა, მაგრამ აი ყოველთვის იმას ვიძახი, რომ ნუ ეხლა თქვენ იცით რომ მე წამოსვლა მიწევს და მივდივარ და მოვდივარ, მაგრამ აი ყარად ვიძახი რა, ადამიანი იქ უნდა იყოს, სადაც დაიბადა და გაიზარდა. თუმცა თქვენ გაგიკვირდებათ, ეხლა მე რატო ვლაპარაკობ ამას, ამ დროს სად არ მივდივარ, როგორ მივდივარ, მაგრამ ალბათ საბოლოო ჯამში, სადაც ღმერთმა გაგაჩინა, იქ უნდა იტრიალო, შეიძლება ვერ გაქაჩო, ვერ წახვიდე წინ, მაგრამ ამ დაშორებას და ამ ახლობლებიდან დაშორებას და შორიდან მოქმედებას მაინც თავისი არასახარბიელო შედეგები მოაქვს. მაგრამ არ ვიცი, მე ისე და ისე ვიძახი, უბრალოდ რაღაც უკვე დაიწყო ამაზე ჩემში ფიქრმა, იმიტომ რომ რაც წეღანა თქვი, ვითომ დალბიხარ, გონია რომ შედეგზე გადიხარ, მაგრამ ვერ გადიხარ, ამაშობაში გადის წლები, ამაშობაში გადის ის ოქროს წლები, ვისთანაც უნდა გაგეტარებინა დრო და იქ ყოფილიყავი. ნუ ერთი სიტყვით ძალიან ბევრი ფიქრები მოდის. ეხლა აი ამ ვიდეოში რაღაცნაირად თუ სხვანაირად მინდოდა ლაპარაკი დამეწყო, მაგრამ მაინც ეს მომაწყვა ეს ფიქრები და თქვენ იცით და თქვენი დახმარებით მეგობრებო რომ მიყურებთ და მომხნევებთ ჩემ ფიქრებს გაგიზიარებთ. და ფიქრები მოდის, ისეთი მოდის, ძალიან ბევრი ფიქრები მოდის და რა თავარია ჩვენ ერთმანეთს გაუზიაროთ ეს ფიქრები, გავაანალიზოთ და ერთმანეთის გვერდში გავუდგეთ. და ჩვენ როგორ ვამბობთ, ჩვენ გვაქვს დევიზი, ხო? ღმერთმა ადამიანის შექმნა ბედნიერებისათვის, ბედნიერება რო შევინარჩუნოთ, უნდა გაუფრთხილდოთ ერთმანეთს და არ ვიზარმაცოთ. თუ არის მის გასაკეთ, თუ ნაბიჯია გადასადგმელი, არ დაგვეზაროს იმ ერთი ნაბიჯის გადადგმა. და აი ამ სამი ფორმულით ჩემებურად ვიძახი, ვიმოქმედოთ და დანარჩენი უკვე შემდეგ ვიდეოებში ალბათ გამოჩნდება კიდევაც. მე წინასწარ მინდა მადლობა გითხრათ. ეს წიგნის იდეა იმიტომაც მომივიდა, რომ ძალიან ბევრი მაყურებელი მთხოვს, რომ სად იყიდება ეს წიგნი, როგორ იყიდება, მაგრამ რა ვიცი, ხან გამოსცეს, ხან არ გამოსცეს, ბიბლიუსის ქსელში იყო, მე გათავდა, მე მყიდები ან კიდევ გამოსცემენ. ნუ
ხო იცით როგორც არის პირდებიან, მაგრამ ამ დროს უცბად ჩვენ გამოგვიჩნდა საშუალება, რომ მე თვითონ წავიკითხავ იმ წიგნს და დაიდება ეს ჩვენი ნაკითხი. ცოტა შეიძლება ისე მსახიობივით და ისე პროფესიონალივით ვერ წავიკითხო, მაგრამ ჩემი აზრით გამოიტანდა ჩემი აზრით გესიამოვნებათ. დაგემშვიდობებით მეგობრებო, ჩვენ ერთი პერიოდი სპეციალურად არ ვლაპარაკობთ იმ პერიოდზე მარიოტიდან რო წამოვედით, მე თქვენ შეგახსენეთ, რომ მე მომიწია ბოდიშით კომერციულ თემა განვავითარეთ, მაგრამ მე მინდა რომ ამ კომერციულ თემებზე და ამ ეკონომიურ თემებზე რო ვილაპარაკებთ, შეიძლება ამერიკაში წავიდე და თან მინდა რომ წიგნსაც გაეცნოთ, გადაავლო თვალი და მე ასე რომ თქვა, უკვე შემზადებულები და მომზადებულები ვისაუბრებთ ეკონომიურ თემებზე. მაგრამ იქაც შეიძლება მითხრათ, რა თქმა შენთან საუბარი, როდესაც შედეგზე ვერ გახვედრ. არ ვიცი, შედეგი არის თუ არ არის, ეს უკვე მომავლისთვის გადავდოთ. ჩვენ კიდევ თავარია არ ვიზარმაცოთ. ქალაქის ცენტრში ვართ, გინდა ან გინდა. ყველა მოვლენის ეპიცენტრში ვართ. ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე ისე მოხდა, რომ ჩვენს გარშემო, ჩვენს გარეშე არაფერი არ ხდება და ჩვენ რა უფლება გვაქვს, რომ რამე საინტერესო, სასარგებლო და კარგი თუ მოხდება, არ გაუზიაროთ ერთმანეთს და უბრალოდ ერთმანეთს არ დავეხმაროთ. ისე და ისე გვისურვებთ ბედნიერებას, სიხარულს, კარგ განწყობას და ღმერთთან ყოფილას. კარგად, შევხვდებით ორ-სამ კვირაში.